გამარჯობათ. თქვენთან ერთად დავიწყებ ახლა სახლის საფუარის გაკეთებას, იმიტომ რომ ბევრი კითხვები იყო, როგორ გამომყავს სახლის საფუარი. აი, სასწორზე მიდევს კონტეინერი, რომელშიც უნდა ავწყო, ჩავყარო 50 გრამი ქვილი. ეს არის დაახლოებით 2 სავსე ან 3 არასავსე კოვზი სადილის. აკელი 50 გრამი. წყალს, როგორც წესი, ბოთლისას ნაყიდ წყალს ვამატებ. იმიტომ რომ ონკანის წყალში მაინც არის ქლორი და ასე შემდეგ. ანუ ეს უნდა შევავსოთ 100 გრამამდე. სასწორს გავწევ ახლა იქეთ. ამას კარგად გადავურევთ. ვახურავთ არაჰერმეტულად, აი ესე უბრალოდ დავადებ და ვნახავ ამას კარადაში ოთახის ტემპერატურაზე და ბნელ ადგილზე. ზუსტად 24 საათი, 48 შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში 24 საათი არ მივეკარები ამ დროს, ხვალ გაჩვენებთ სადამდე ამოვა, აი არის კილის ნახევარიც არა ძირზე. მე ხედავთ სადაც არის ხო? გავიდა 24 საათი. აი ჩვენი ზაგვასკა. ოპარა, სახლის საფუარი, რა ვიცი, ყველანაირად ეძახიან. ჯერ არის თხელი, მაგრამ ბუშტები აქვს, ანუ სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა. ეხლა აქედან ნახევარს ვაქცევთ სასწორზე. ვამატებთ 50 გრამ ფქვილს ისევ. ესე. და 50 გრამ წყალს. ცოტა მეტია ფქვილი და გადავკრი და 50 გრამ წყალს, ბოთლის წყალს, როგორც უკვე გითხარით. ამას კარგად დავურევ ახლა და ეს არის მეორე დღე. ისე ოდნავ დავახურავ თავსახურს არაჰერმეტულად და ისევ შევინახავ კარადაში თბილ, ოთახის ტემპერატურის ოღონდ ბნელ ადგილზე. გამარჯობათ. შემდეგი დღე ჭელი შევცვალე, გადავიღე უფრო დიდ ჭიქაში, იმიტომ რომ აღარ ჩაეტეოდა. ნახეთ როგორია სტრუქტურა, მინდა რომ ნახოთ. ეხლა ამის ნახევარს გადავუღრი ისევე, დავამატებ 50 გრამ წყალს, 50 გრამ ფქვილს. ისევ ბნელ ადგილზე დავდებ. გადავწიე როგორია შიგნით, ნახეთ. სულ ძაფებად არის ცომი. მესა საფუარი. იქნება ზღაპარი ამის. ეს არის უკვე მეხუთე დღე. აი მეხუთე დღეს როგორია. ნახეთ, აი აქაც ჩანს ბუშტები და აქაც ჩანს. მე ვაგრძელებ ახლა ამის კვებას, ჯერ არ ვაცხობ, ახლა ვაცხობ სხვა მაგრამ ახლა ამას იგივე პრინციპით ნახევარს გადავაქცევ, ნახევარს დავამატებ 50 გრამ ფქვილს, 50 გრამ წყალს და ისევ თავდახურულს შევინახავ 2 დღე კიდევ ასე გავაგრძელებ. აი ეს არის ჩვენი მე-6 დღე. გადასარევად არის ამოსული, აი ცოცხალია კი არა, რა ვიცი, გარბის უკვე. ეხლა ამის ნახევარს გადავაქცევ, როგორც წესია, ნახევარს დავამატებ 50 გრამ წყალს, 50 გრამ ფქვილს, კარგად გადავზევ და ისევ დავდგავ გრილ, ოთახის ტემპერატურის ბნელ ადგილზე, კარადაში.
ჩვენი მეშვიდე დღეც და ნახეთ სად არის აღმოსული უკვე აქტიურებულია ბოლომდე. დღეს ორჯერ გამოვყვება ახლა ამას ამის ნახევარს გადავაქცევ, ეს უკვე გაჩვენეთ როგორც ხდება. დავამატებ 50 გრამ ფქვილს 50 გრამ წყალს და დაახლოებით 6-7 საათში შეიძლება 10 საათიც კიდევ გამოვყვება. რადგან მე-7 დღეა, უფრო კარგად რომ გაჩვენოთ საღამოს კვებისთვის რამ ხელაზე ავა, აი ნახეთ, არის აი დაახლოებით აქამდე, სადაც თითი მიდევს, აქ ცოტა სიცარიელია. ახლა გადავიღე სხვა ჭიქაში, რომელშიც უკეთესად გამოჩნდება. ახლა ამას დავაფარებ, არა მჭიდროდ, არა ჰერმეტულად თავსახურს, დავდებ და დაახლოებით 7-8 საათში კიდევ ერთხელ გამოვყვება. აი ჩვენი სახლის საფუარი უკვე კარგად ამოვიდა, აი რომ ამოდის და თითქმის გავსებს იგასად ისევ დაწევას დაიწყებს, მაშინ უკვე ძალიან აქტიურია და შეგვიძლია გამოვიყენოთ საცხობად.